ჯიფონის ფესტივალის საფინალო დღე. წავედით. დღეს არის მეოთხე დღე ჯიფონის საქართველოსი 2015 წლის. წელს ყავდა 500 ბავშვი. ფაქტიურად ეს არის პირველი ფესტივალი, იმიტომ რომ შაშაჩონ ერთდღიანი ტესტი გავიარა და დავიმსახურეთ, რომ უფლება მოგვეცა, რომ ხა ჩავატაროთ. წელს იყო 4 დღე, საყვათრული იყო 500 ბავშვი. თან ბავშვები იყვნენ პანკისიდან, ქოზიდან, ეგნეთიდან, მესტიიდან, იტალიიდან, ხორვატიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ქუთაისი, თბილისი, ანუ ფაქტობრივად მთელი საქართველო იყო ამაში ჩართული. მარტო პანკისიდან 52 ბავშვი ჩამოსული, ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ყველა დისკუსიაში, ყველა ვორქშოპში. გარდა იმისა, რომ ბავშვები უყურებდნენ კარგ ფილმებს მათი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ისინი აგრეთვე ესწრებოდნენ სხვადასხვა ვორქშოპებს. მათ შორის იყო ტელერეპორტინგი, კადრირება, სცენარის ვორქშოპი, შეხვედრები ჰქონდათ ლევან ბერძენიშვილთან, რატი ამაღლობელთან, ზაზა აბაშიძეთან, ზაზა ურუშაძესთან, გიორგი ოვაშვილთან. დღეს იქნება ფილმი კახი კავსაძის შესახებ, ბატონი კახი თავად მოგზაურდება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მდიდარი დღეები არის, ძალიან გამდიდრდნენ ჩვენი ბავშვები. უამრავი კეთილი ცოდნა წაიღეს, ინფორმაცია კი არა, აი კეთილი ცოდნა წაიღეს, იმედები წაიღეს და ეს არის ყველაზე მთავარი. მე შემიძლია ძალიან ამაყად თქვა, რომ დღეს ძალიან დამთავრდეს არჩეული ფესტივალი, მაგრამ დამიტოვეთ პატარა სევდა. სევდა იმის, რომ დღეს გაგრძელება მინდოდა, რომ მეგონი ყველა ბავშვს ესეთი შეიმსება უნდა გქონდეს. მაგრამ ყველაფერი რაც იწება აუცილებლად უნდა დავთავრდეს. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, გულოცავყავს. ეს იყო არაჩვეულებრივი. ყველა ბავშვი იყო ძალიან კარგი, მაგარი, ჭკვიანი. აი არ ვიცი, აღტოვანებული. მიყვარხარ ბავშვებს სულ. მე ჯერის მხრიდან ვეცდები, რომ ყოველთვის თქვენ სამსახურში გაგახართ. და თქვენი იმედიც მაქვს, რომ იქნებით ყველაზე კარგი. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ისედო ჯიფონი არის ერთი ადამიანის გამოგონება, ეს არის მისი ამჟამინდელი დირექტორი კლაუდიო გუბიტოზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო ადამიანი და 70-იან წლების დასაწყისში გამოიგონა, მოვიდა ესეთი იდეა, რომ შეექმნა განსაკუთრებული, როგორ თქვა, ფორმულა ბავშვებისთვის, კინოფესტივალის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ჯიფონის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც იცით, ბავშვები არა მხოლოდ უყურებენ ფილმებს და ასე ვთქვათ, არა მხოლოდ პასიური მონაწილეები არიან კინოში, როგორც ესეთი მაყურებლები, არამედ ისინი იღებენ მონაწილეობას, არიან ნამდვილი პროტაგონისტები, მთავარი მოქმედი პირები მთელი პროცესში, იმიტომ რომ საუბრობენ ფილმზე, დისკუსიები იმართება ფილმებზე და შემდეგ რაც ვერ აფასებენ. ჯიფონის ჟიური კიდევ არის შედგენილი ბავშვებისაგან, მოზარდებისაგან და ისინი თავად აფასებენ იმას, რა მოსწონთ და რატომ მოსწონთ. კარგია ჯიფონი! კარგია ჯიფონი! ჯიფონი ძალიან მაგარია! მიყვარს ჯიფონი! ძალიან მაგარი პროექტია და უფრო მეტი ხანი გრძელდება ეს. ძალიან მომწონს ყოფნა ყველაზე მეტად იმის გამო, რომ ქართულები არიან ძალიან მეგობრულები და ადვილია მათთან დამეგობრება. ესე მოდიან პირდაპირ გიწყებენ საუბარს. ძალიან მომწონს ეს ფესტივალი, გამართლა ჩემი იმედები, არის ძალიან კარგად ორგანიზებული, ვაჩვენებთ ისეთ ფილმებს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჩვენი ასაკის ხალხის პრობლემებს, ზოგადად ოჯახში ურთიერთობებს. წინა ორი ფილმი, რომელიც ნახეთ, იყო საკმაოდ საინტერესო. ჯიფონმა მომცა ძალიან ბევრი მეგობარი, ძალიან დიდი გამოცდილება და უბრალოდ მასალა ძალიან ბევრი რამ. ჯიფონი ძალიან კარგი ფესტივალია.